ჩვენთვის ძვირფასი ვინმეს ან რაიმეს დაკარგვამ შესაძლოა დიდი ტკივილი მოგვანიჭოს. დანაკარგთან შესაგუებლად და ტკივილის დასაძლევად ხშირად გლოვის 5 ეტაპის გავლა გვიწევს. უარყოფა, ბრაზი, მოლაპარაკება, დეპრესია, საბოლოოდ კი მიღება. პირველი სტადია უარყოფაა. როცა ვინმეს ან რამეს ვკარგავთ, შოკი გვიპყრობს, ემოციურად დისტანცირდებით. შემდეგ კი უბრალოდ უარყოფთ მომხდარს. სიმართლის მიღებაზე უარი დროებით გვიცავს უარყოფითი ფიქრებისა და ტრაგედიის შედეგებისგან. უარყოფა გვაძლევს მცირე თავისუფალ სივრცეს სუნთქვისთვის. შემდეგ გაბრაზება მოდის. ვგრძნობთ მრისხანებასა და წყენას. ხშირად საკუთარ თავს ან სხვებს ვადანაშაულებთ მომხდარში. გაბრაზება ტკივილისგან გვიცავს. თავს ნაკლებად დაუცველად გვაგრძნობინებს და გვაფიქრებინებს, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ. შემდეგ მოდის მოლაპარაკება, ვაჭრობა. ეს არის მცდელობა აღვადგინოთ კონტროლი და მოველაპარაკოთ დანაკარგის რეალობას. ვცდილობთ დავდოთ პირობა, ან გარეთ მივაგნოთ გამოსავალს, რათა როგორღაც შევაბრუნოთ შეუქცევადი. როცა დანაკარგი მთლიანად მოგვიცავს, ამას დეპრესია მოჰყვება. ამ დროს სევდასა და უიმედობას განვიცდით. სხვა ადამიანებისგან თავს შორს ვიჭერთ. რეალობისთვის თვალის გასწორებისას დეპრესია გლოვის გადამუშავებაში გვეხმარება. იწყება განკურნების პროცესი. ბოლო საფეხური მიღებაა. ვეგუებით მომხდარს. ეს არ ნიშნავს, რომ ვივიწყებთ. არამედ ვპოულობთ გზას, დანაკარგი ჩვენი ცხოვრების ნაწილად ვაქციოთ. ახლა შეგვიძლია პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა მოგონებებს და წინ ვიყუროთ, იმის ცოდნით, რომ ცხოვრება მაინც გრძელდება. თუმცა მიღების ეტაპზე გადასვლა არ ნიშნავს, რომ გლოვა დასრულდა. გლოვა რთული ემოციური პასუხია დანაკარგზე. განსაკუთრებით იმ ვიღაცების ან რაღაცების, რაც ჩვენთვის ძალიან ღირებულია, მაგალითად სამსახური. ეს პროცესი თითოეულისთვის უნიკალურია და ყოველთვის სწორხაზოვანი არ არის. ხშირად ვუბრუნდებით წარსულს, ხელახლა გავდივართ სტადიებს, ან სრულიად ახალ ემოციებს განვიცდით. ზოგჯერ გვგონია თითქოს უკან ვიხევთ, მაგრამ სხვების მხარდაჭერა და დრო გვეხმარება ჭრილობების შეხორცებაში. ელიზაბეთ კუბლერ-როსი, ფსიქიატრი, რომელიც 1960-იან წლებში სიკვდილის წინაშე მყოფ ადამიანებზე ზრუნავდა, გლოვის ამ 5 სტადიას დააკვირდა. მოგვიანებით მან თქვა: ყველაზე ლამაზი ადამიანები, რომლებიც გვინახავს, არიან ისინი, ვინც განიცადა დამარცხება, ტანჯვა, გაჭირვება, დანაკარგი და იპოვა გზა სიღრმიდან ამოსასვლელად. შენ რას ფიქრობ? გამოგიცდია მნიშვნელოვანი დანაკარგი? თუ კი, შენც გაიარე ეს 5 ეტაპი. თუ დანაკარგთან გასამკლავებლად სხვა გზა არჩიე. გაგვიზიარე შენი აზრი და გამოცდილება კომენტარებში.